დღეს მოგიყვებით ალპინაზე, რომლის ისტორიაც 1962 წლიდან იწყება, როდესაც ბურკარტ ბოვენზიპენმა BMW 1500-ისთვის ვებერის ორმაგი კარბურატორი შექმნა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ძრავის მუშაობა. BMW-ში ძალიან მოეწონათ ეს ინოვაცია და ამის შემდეგ ყველა ახალ მოდელს ვებერის ორმაგი კარბურატორით უშვებდნენ. ამ წარმატებამ განაპირობა ალპინას ბრენდის დაარსება 1965 წელს ბურკარტის ოჯახის საბეჭდი მანქანების ქარხნის შენობაში. 1968 წლიდან კი ალპინა რბოლებშიც იწყებს მონაწილეობის მიღებას და საკმაოდ წარმატებულადაც. რამდენიმე სერიოზული ევროტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ორწლიან მონაკვეთში. ასევე რამდენიმე ელიტური მრბოლელი წყავდათ გუნდში, როგორიცაა მაგალითად ნიკი ლაუდა და ჰანს სტუკი. მთავარი წარმატება კი 1983 წელს მოვიდა, როდესაც გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ ალპინა აღიარა როგორც დამოუკიდებელი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია, რის შემდეგაც 99 წელს ალპინა უშვებს იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ სედანს B10 ბიტურბოს, რომელიც 355 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. დღეს კი ალპინა BMW-ს აკუთრებაა, რომელიც 2022 წელს შეიძინეს.